საღამოში დობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირაა და თქვენ უყურებთ ყველაზე მხიარულ გადაცემას ანეკდოტების შოუ დღეს არაჩვეულებრივი ადამიანები ყავს ჩვენი უფროსი თაობის არაჩვეულებრივი წარმომადგენლები საყვარელი ადამიანები და მინდა ისინი სტუდიაში მოვიწვიო ბატონები შოთა დვალი და თამაზ სიდამონიძე გთხოვთ შოთა დვალი და თამაზ სიდამონიძე ძველი მეგობრები არიან თუმცა რა გასაკვირია საქართველოში ხომ შოთა და თამაზი ოდითგანვე მეგობრები იყვნენ შოთა დვალი პოეტია თუმცა რა გასაკვირია საქართველოში ხომ შოთა ოდითგანვე პოეტია თამაზ სიდამონიძე დინამოს სტადიონზე ქართულ ფეხბურთს ემსახურება თუმცა რა გასაკვირია ქართველები ხომ ოდითგანვე ქართულ ფეხბურთს ემსახურებით შოთაც და თამაზიც ანეკდოტებს კარგად ყვებიან თუმცა რა გასაკვირია საქართველოში ხომ ანეკდოტებს ოდითგანვე კარგად ყვებიან უკვე 4-ჯერ ვიხმარე სიტყვა ოდითგანვე თუმცა რა გასაკვირია საქართველოში ხომ ოდითგანვე ხმარობენ ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა ნუ გადართავ სხვა არხზე თუმცა რა გასაკვირია საქართველოში ხომ ოდითგანვე რუსთავი 2-ს უყურებენ მოგზანდით გესალმებით შემოკარგო ეთილი იყოს თქვენი ფეხი გთხოვთ გადაცემა და დაბრძანდით ესე იგი პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან თქვენ ქუთაისელი ბრძანდები დიახ ქუთაისი თქვენ თბილისელი ეხლა ჩვენი გადაცემა იუმორთან არის ახლოს და თქვენი ასაკიდან გამომდინარე პირველ რიგში დიდ პატივს თქვენ ასაკს იმდენი ისტორიები გექნებათ რომ დარწმუნებულია რომ საინტერესო იქნება და საინტერესო ადამიანებთან გექნება თქვენ ცხოვრების მანძილზე შენახვეთ იმიტომ რომ თქვენ ბრძანდებით არ ვიცი თქვენ თვითონ თქვით პოეტი პოემების ავტორი ხო ასია რა ბატონო და როგორ რეგალია როგორ არის თქვენი როგორ წარგადგინოთ რავი უკვე კარგახანია კოლორიტსაც მიძახიან ქუთაისის შემოგელო ჩემი ახლა პოეტსაც რომ მიძახოდნენ მწვენოდა და მაგრამ ახლა მე დავფიქრდი კაცო რამოდენიმე პოემას რო დაწერა კი ბატონო 1300-400 ლექსი რო გაქვს დაწერა რას ლაპარაკობ ხო და ახლა ბოლოს უნდა შეეგუო რომ პოეტი ხარ და კოლორიტი პოეტი შეიძლება ხო ასე მარტო ქუთაისის არა ბათუმის სამეგრელოს თაღები ანუ აპლოდისმენტები აი ხარ თქვენ შესახებ რომ გითხრათ მე მეგობარი ვარ 73 წლიდან ერთად სწავლობდით სწავლობდით პოლიტექნიკური ინსტიტუტი მაშინ ახლა ასე რომ ინსტიტუტებია ეს იყო ძირითადად სამჭედლო ინჟინრის 30000 გასწავლება და ეს ახლა როგორ იყო ქუთაისელები იყო ძირითადად დასავლეთიდან სამტრედია ქუთაისი ტყიბული თბილისელები ძირითადად ეს აი ხიდი გაოდო შოთამ თორე იყო ხომ დაპირისპირებული პატარები იმიტომაც ეძახიან კოლორიტს ამ ხიდს ძალიან ფუნდამენტს უმყარებენ ხოლმე რა და გათნობითი პროცესი ცოტა რთული იყო ხომ უფრო მე და უფრო მეც გავიგებ მე სპათაშორის 2 სიტყვით ვიტყვი ბატონი თამაზი არის გვარად სიდამონიძე კი ბატონო და ბატონი თამაზი არის ეფრემ მეორე სიდამონიძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ძმის შვილიშვილი ასე რომ პატარა ნუ გასაგები გადასწარები და მე კიდევ ყური მოვკარი რომ რაღაცა დინამო რა ხდება ზუსტად კი საფეხბურთო კლუბი დინამო 2002 წლიდან ვარ მართალია ახლა ცოტა მაგრამ ენერგოსამსახურს ხელმძღვანელობ და ყავს რომან ფიფიას კლუბია ვიხი და ძალიან იმ ადამიანმა ძველი ინვესტიცია ჩადო და არის ძალიან წარმატებული არა მაგრამ აკადემიაში გაიდა და ყველა ის ფეხბურთელები ქოჩორაშვილი და პარასხელიანი მათებული დავითაშვილი და რა თქმა უნდა შეხება გქონდათ კი აზაროვი და მე პედაგოგი არა მაგრამ ახლა იქ ხარ კაცო ეს პოეტი ოჯახია ტექნიკური საკითხები ვეტერან ფეხბურთელებს ბატონმა თამაზიმ ჩამახუტა და მაგარი აი ადამიანებთან და მაგარი უთეთო. სტადიონზეც ვარ მე თავად ენერგეტიკი და იქ არიან ესენი.
ხო, აბა რა არის ქვია. ბატონში და რაღაც ციგნებით ახარ წარმოდგენილი და რა. იგნებით მარ და რო ახსენეთ პოეტიო და რაღაცა ხო უნდა ამოაჩინო. აბა რა. ხო და ეს ციგნი არის რომელიც აუცილებლად უნდა გადმოგცეთ თქვენ. შემოგევლოთ ჩემი თავი. აბა, მაგრამ ვითხარი შეიძლება ერთ ლექსს წავიკითხავ, ხო ისე რაფერ ბატონო, შეიძლება ვნახო. აუცილებლად. ეცადე ხონდო დავაკვირდე იგი. ატარა ხო. კიდე მეორე ვიღაცისთვის აგაკეთობა. იგი ისეთი კაცისთვის ამა. თქვენ რო გადმოგცეთ, გაჩუქოთ. ხო. და იმან გაიგოს, რომ თქვენ გაჩუქეთ და იმას არ ვაჩუქე, იმიტომ რომ ახლა თვითონ ისე ახლოს არ მიცნობს. მე ჩემი უმცროსი მეგობარი იყო სულხან მამისეიშვილი. ო, კი ბატონო. კოლორიტი, ჩემი უმცროსი მეგობარი, ჩემი ძმა. მე ახლა ვეღარ ვთქვი ახლა ბოლომდე, მაგრამ მე არა მარტო ქუთაისში. ალბათ თითქმის საქართველოში როგორც სულხანი იყო, თამადა ისე მიწევს მეც დღესდღეობითაც შემოგევლოთ. თამადობა და დაახლოებით გუმანით ხვდები ვის ეკუთვნის მეორე ნაშრომი. ხო და ნიკოლოზი რო არ გადავცეთ მერე და არ მიცეთ არ გამოჩნდები და მაგი არის სულხან მამისეიშვილის უმცროსი მეგობარი სულხანი იყო ჩემი უმცროსი მეგობარი და კარგი ურთიერთობა მქონდა ერთი გუნდის წევრები ყოფილიყო. ასე ვთქვათ ხო მაგრამ კობა და ბატორინიკა ცოტა უმცროსები არიან ჩემთან შედარებით და ასე რომ უნდა გადავცეთ კი ბატონო, აუცილებლად. თქვენის მეოხებით ჩემს აუცილებლად.